საქართველოს პრეზიდენტსა და პროკურატურას შორის დაპირისპირება არ არსებობს. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმოწერაზე გრიფის ახსნასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი შეფასებით არსებული ვითარება უწყებებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია. აბაშიძის განცხადებით საქმის ყველა დეტალი საზოგადოებისა და მედიისთვის ცნობილია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება. ის ფიქრობს, რომ საჭიროა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტოს, რატომ არ მოხდა ერთი თვის განმავლობაში გრიფის მოხსნა იმ საქმეზე, რომელიც სპეციალური დაცვის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა. გამოდის ან ოპონენტის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადასტურებს, რომ თვითონ წერილი, რომ მოხსნილი იყო გრიფით საიდუმლო, იყო პროკურატურის მხრიდან მოთხოვნა ერთი თვით ადრე იყო ყოფილა გაგზავნილი. ხოთ ეს დროში გაიწელა და ამის მიზეზით ბუნებრივია თავად ვკითხოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. რაც შეეხება ამ მიმოწერასთან დაკავშირებით, ამასთან მე ვერაფერს ვერ გეტყვი განსაკუთრებულს, უბრალოდ ერთი რამ შემიძლია კიდევ გითხრათ, რომ სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. რა უფლებები ჰქონდა ამ შემთხვევაში პრეზიდენტს და რა მოთხოვნები დააყენა პროკურატურამ. აი ეს სამართლებრივ ჭრილში განვიხილოთ და არა თქვა დაპირისპირების კონტექსტში.